ნამასტე, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ესეთ რაღაცაზე, რომელსაც ქვია ბოდიჩიტა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი პრაქტიკაში, იმიტომ რომ რეალურად ის ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას პრაქტიკისადმი, შედეგებისადმი და ზოგჯერ როცა აქვთ ხოლმე ადამიანებს ეს მომენტი, რომ თითქოს ჩემი პრაქტიკა არ მუშაობს, ზედმეტად გამომშრალია და თითქოს არ არის საკმარისი შედეგები, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რომელიც ხშირად არის გამოტოვებული, ეს არის ბოდიჩიტას მომენტი. და ტრენინგი ბოდიჩიტაში თავის მხრივ არის ძალიან ღრმა და ძალიან სასარგებლო და პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის ბოდიჩიტა და ამისათვის უნდა გავიგოთ რომ რა არის მაჰაიანა ბუდიზმი, რა არის მაჰაიანა. პირველ რიგში ბუდას პირველი სწავლება თერავადას რაც ეძახიან არის ეგრეთ წოდებული ධარმის პირველი ბორბალის შემოტრიალება და ამ ეტაპზე ბუდა მეტწილად ასწავლიდა ადამიანებს განთავისუფლებას და იმის ხარჯზე ასევე რომ აერიდებინათ ადამიანებს თავი სხვა სირთულეებისთვის ან ნეგატიური გარემოცვისთვის ან ნეგატიური თქვათ ზეგავლენებისგან და უფრო ესეთი დამოკიდებულება იყო ხო, რომელიც თითქოს უფრო მეტად შეესაბამებოდა ბერს ან განდეგილს, ვინც რაღაცნაირად თლიანად განუდგებოდა ცხოვრებას და შემდეგ და შემდეგ მეორე ධარმის მეორე ბორბალის მოტრიალებას ეძახიან უკვე მაჰაიანას. მაჰაიანა ნიშნავს უფრო დიდ ნავს, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი ჩაჯდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანის მენტალიტეტისთვის არის განკუთვნილი და აი ზუსტად აი ამ სწავლებაში გვხვდება ბოდიჩიტას შესახებ სწავლება და რა არის ბოდიჩიტა, ხო? თვითონ სიტყვა ბოდიჩიტა, ბოთი და ჩიტა ამ ორი ნაწილისგან შედგება. ეს არის გასხივოსნებული გონება, ხო, ბოთხი, ეს არის გასხივოსნებული და ჩიტა, ეს არის გონება, ხო, ცნობიერება. და ეს ბოდიჩიტა ხშირად დაკავშირებულია უკვე მოტივაციასთან, აი ამ მაჰაიანას ნავში, აი ამ მეორე ධარმის ბორბალის შემოტრიალებაში, ესე იგი ხაზგასმული არის მოტივაცია. რომ მოტივაცია რაღაცების კეთების მოტივაცია, ანუ რა მოტივი გაქვს, ეს შენი მოტივი ცვლის რას აკეთებ იმასაც და რა შედეგებს ღებულობ იმასაც. და აქ შემოდის უკვე მოტივი, რომ შენ რომ ბოდისატვა არის ის, ვინც შემდგარი არის მაჰაიანას გზაზე, აპრაქტიკებს ყველა არსების ასიკეთოთ. ის აპრაქტიკებს, რომ სხვა არსებები გაასხივოსნოს, ხო, სხვა არსებები გამოიყვანოს ტანჯვის მდგომარეობიდან, ხო, სამსარას ციკლში დაკარგულობისგან და ანუ ის აპრაქტიკებს არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა სხვა არსებისთვის და ეს არის თქვათ უფრო ზოგადი იდეა, ხო? მაგრამ უფრო კონკრეტულად როგორც შეიძლება ეს დავიყვანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში და აუცილებლად უნდა დავიყვანოთ, იმიტომ რომ ამ დაყვანის გარეშე არანაირი აზრი ეს რაღაც იდეებს არ ექნება. ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს იდეა, ბოდიჩიტას იდეა, ბოდისატვას იდეა ჩვენთვის ხელშესახებ პრაქტიკად.
რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გონება უნდა დავატრენინგოთ ისე, რომ რომ მოვუტანოთ სარგებელი, რაც შეიძლება ბევრ არსებას ყველა ჩვენი მოქმედებით. ანუ რასაც ვაკეთებთ, მაგალითად, ვიღვიძებთ, შეიძლება ამ შემთხვევაში დავაპრაქტიკოთ, რომ როცა ვიღვიძებთ, როცა ვდგებით, ვდგებით და ვიღვიძებთ იმისათვის, რომ სხვა არსებებს მოვუტანოთ სარგებელი, რომ სხვა არსებებს დავეხმაროთ. თუ ჯდებით მედიტაციაში, ვფიქრობთ ჩვენ, რომ მე ვიმედიტირებ იმისათვის, რომ სხვა არსებებს მოვუტანო სარგებელი. ხო, და ამდაგვარად, ანუ შენი მოტივი, როგორც ბოდისატვას არის ის, რომ სხვა არსებებს დაეხმარო, ანუ სხვა არსებებს შეუმსუბუქო ტანჯვა და გაათავისუფლო ტანჯვისგან, ხო? მაგალითად, როცა მანტრას ვიმეორებთ, პრაქტიკაში ხშირად არის ესეთი ინსტრუქცია, რომ შენი გულიდან გამოდის სინათლეები, რომელიც ყველა არსებას თან მიდის და გაწმენდავს მას თავისი კარმული დაბინძურებებისგან, ნეგატიურობისგან და აახლოებს ის გასხივოსნებას, ხო? და ამგვარად, როცა მანტრას იმეორებ, მაგალითად, შენთვის კი არ იმეორებ ამ მანტრას, არამედ იმეორებ სხვა არსებების გულისათვის და ეს ცვლის უკვე მთლიანად დამოკიდებულებას და მთლიანად პრაქტიკის დინამიკას, როგორც ესეც, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამაში ტრენინგი, ეს თითქოს რაღაც საბაზისო რაღაცაა და ხშირად ბევრი ჩვენგანი მეც მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ვარ ამის გაკეთებაში, რომ ხტებით რაღაც უმაღლეს რაღაც საბოლოო რაღაცებამდე და ხშირად ვახტებით ხოლმე ფუნდამენტს. რომ რაზეც არის ეს სწავლებები და შენებული და ეს ფუნდამენტი არის რეალურად სიყვარული, ხო? ეს ფუნდამენტი არის ბოდისატვას გონება, რომელიც ცდილობს რომ სარგებელი მოუტანოს ყველა სხვა არსებას და გარჩეულ იმპოჩემ თქვა ესეთი სიტყვები, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის და ძალიან კარგად დამამახსოვდა, რომ გონება, რომელსაც სურს სარგებელი მოუტანოს სხვა არსებებს, არის საგანძური. ესეთი გონება არის საგანძური და თუ გაქვს ესეთი გონება, თუ გაქვს შეიძლება ვთქვათ, რომ გაქვს რეალურად ყველაზე დიდი საგანძური და ესეთი გონება ყველა არსებას მოუტანს სარგებელს. ხო, ესეთი გონება ყველა არსებას მოუტანს სარგებელს. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად დავუბრუნდეთ ბოდიჩიტას გენერირებას და ეს შეიძლება მოვახდინოთ ძალიან ბევრი მეთოდებით. კოლოსალური რაოდენობის მეთოდებით, ხო? საერთოდ ტანტრა, რომელზეც ძალკე უნდა ვისაუბროთ, რა არის, მაგრამ თვითონ მაჰაიანაშიც არის ესეთი ცნება, დახვეწილი მეთოდები, ხო? დახვეწილი მეთოდები ნიშნავს, რომ ძალიან ბევრნაირად შეიძლება მივაღწიოთ ამ მდგომარეობას. რახან ჩვენი გონება ვერ ანსხვავებს რეალურად რაღაცას ნამდვილად ვაკეთებთ თუ წარმოსახვერში ვაკეთებთ და ჩვენი ტვინისთვის ეს ერთ და იგივეა. აი ზუსტად ამ პრინციპზე დაფუძნებით ჩვენ ძალიან ბევრნაირად შეგვიძლია გამავითაროთ ბოდიჩიტა. ეს იქნება დახვეწილი მეთოდების გამოყენება. ხო? მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვუსურვოთ ყველა არსებას სიხარული, ყველა არსებას შეგვიძლია ვუსურვოთ სიმშვიდე და ბედნიერება, გამოღვიძება და ვიპრაქტიკოთ ამაში, რომ ვუსურვოთ ძალიან ბევრ არსებას
ყოველივე საუკეთესო და თუ განვავითარებთ ესეთ გონებას, რომელსაც სურს რომ ბედნიერი იყოს ყველა არსება, ეს გონება ისევ არის ბუდას გონება, ხო, ეს გონება არის საგანძური, ხო, და ესეთი გონება აქვს ბუდას. და ამიტომ თუ ჩვენ გონებაში არის თუნდაც ერთი წამით ესეთი განცდა, ესეთი დამოკიდებულება, რომ მინდა ყველა არსება იყოს ბედნიერი, ეს გონება არაფრით არ არის განსხვავებული ბუდას გონებისგან, როგორც ბოდისატვას 37 პრაქტიკაში არის ნათქვამი, ყველა ბუდა იბადება ალტრუისტული გონებიდან. ყველა ბუდას დედა მშობელი არის ალტრუისტული გონება, ალტრუისტული მოტივი. ამიტომ ღირს რომ განვავითაროთ და აქ შეიძლება ბევრი პრაქტიკა გამოვიყენოთ. ისეთი როგორც არის ტონგლენი, ჩენჯეზიგის პრაქტიკა, მწვანე ტარას პრაქტიკა, ან რომელიმე სხვა ტარას პრაქტიკა, ან ნებისმიერი მედიტაცია, რომელსაც ვაკეთებთ, ხო? რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩავთვალოთ, რომ ამით მინდა სარგებელი ბოუტანო სხვებს. და ეს შეიძლება იყოფით რაღაცებშიც კი შეიტანო, მაგალითად თუ რეცხავ ჭურჭელს შეიძლება ესე იფიქრო, რომ როგორც მე ხელ ამ ჭურჭელს ვასუფთავებ და ამ ჭურჭელის გასუფთავებასთან ერთად გასუფთავდეს ყველა არსების ნეგატიური კარმა, ხო? და თითქოს შენი ჭურჭლის გარეცხვის პრაქტიკა აქციო ყველა არსების მსახურების მომენტად და ეს ყველაფერი შენს გონებაში ხდება. გესმით, ანუ ეს შენი გონების მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანი შენი გონების მდგომარეობა არის. ესეთი გონება, რომელსაც შეუძლია ყველა მოქმედება აქციოს ალტრუისტულ აქტად, არის ყველაზე დიდი საგანძური. და თუ ესეთი გონება გვექნება ძალიან ბედნიერი ცხოვრება. ძალიან ბედნიერი ცხოვრება, თუ ესეთი ბედნიერი გონება გვექნება და თუ ამის აპირისპიროდ გვექნება ეგოისტური გონება, რომელიც ფიქრობს მხოლოდ მე და ჩემი ცხოვრება და ჩემი პრობლემები, ეს არის შეჭმუხნულობა, ეს არის გარკვეული სტრესი, გარკვეული შევიწროვება, რომელიც საშუალებას არ აძლევს ჩვენს გონებას, რომ იყოს ბედნიერი. ამიტომ ალტრუისტული გონება, ბოდიჩიტათის სავსე გონება არის გახსნილი გონება რეალურად და ეს სიყვარული ნიშნავს ზუსტად მეზე არ ჩაბღაუჭებას. რაც სიცოცხლეების სწავლებაში არის ნათქვამი, რომ ჩვენი მე цаრიელია, ხო და ჩვენი გონება რეალურად цаრიელია, ეს არის იგივე, რაც არის სიყვარული. იმიტომ რომ სიყვარული ნიშნავს სიყვარულის დროს ჩაბღაუჭება საკუთარ მეზე შემცირებულია და ყველაფერი რაც ამცირებს ამ მეზე ჩაბღაუჭებას არის დახვეწილი მეთოდი და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გასხივოს ნებამდე, ხო? ამიტომ სიყვარული ეს არის დახვეწილი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შენ მიაღწიო სიცარიელეს მაჰამუდრას რეალიზაციას და სხვა შორის ისევ გარჩენილ პოდჩას აქვს ერთხელ ნათქვამი, რომ როგორ შეიძლება შევამოწმოთ მაჰამუდრას რეალიზაცია აქვს თუ არა ადამიანს, ეს ვლინდება იმაში, თუ რამხელა სიყვარული აქვს მას. ამიტომ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნება რომ ყველა ჩვენგანი მიუტრიალდეს ბოდიჩიტას კულტივირებას და ვეცადოთ რომ ვიყოთ კარგი ბოდისატვები, ხო, რამდენად ეს შეგვიძლია. და მაშინ ყველაფერი რასაც გავაკეთებთ იქნება შედეგიანი, იქნება ძვირფასი და ყველაფერი გამოიღებს
კარგ რეზულტატს და თვითონ მოქმედების აქტი, სადაც შენ გაქვს სიყვარული ამ მოქმედებისა, სადაც შენ გინდა რომ სარგებელი მომტანო სხვა არსებებს, უკვე ეს წამი, როდესაც შენი გონება ამ მდგომარეობაში იმყოფება, ეს წამი უკვე არის შედეგი. აქ სხვა შედეგი აღარც არის საინტერესო, თვითონ ეს მომენტი, როცა შენი გონება არის სავსე თანაგრძნობით სიყვარულით და ალტრუისტული მოტივით, ეს ამის დაბადება არის უკვე შედეგი, საუკეთესო შედეგი, რაც შეიძლება შენი გონება იმყოფებოდეს. ამიტომ რომელ პრაქტიკას არ უნდა ვასრულებდეთ მაჰამუდრას თუ ტანტრას თუ შამასას თუ ნებისმიერ სხვა საერთოდ ნებისმიერ პრაქტიკას ხო თუ გავაკეთებთ ამას ბოდიჩიტას ბოდიჩიტით ბოდისატვას მოტივაციით მაშინ ეს პრაქტიკა გარდაიქმნება რაც ნატურის ხედ ხო რეალურად ესეთი გონება არის ნატურის ხე ესეთი გონება არის ნატურის ხე რატომ არის ესეთი გონება ნატურის ხე იმიტომ რომ ნებისმიერი ნატურის ან სურვილის ოცნების შედეგი არის სრული დაკმაყოფილებულობის მდგომარეობა, დაკმაყოფილება, ხო და სიყვარულის განცდა ეს არის ზუსტად ეს დაკმაყოფილების მდგომარეობა, ამიტომ გონება, რომელსაც აქვს ალტრუიზმი, არის რეალურად ნატურის ხე, სადაც ყველა შედეგი მომკობილია უკვე ხო ყველა შედეგი მიღებულია ამიტომ ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ როგორც ჩიტს აქვს ორი ფრთა ასე უნდა მოძრაობდეს სიბრძნე და ბოდიჩიტა ერთად ხო და სიბრძნესთან ერთად დაკავშირებული სიყვარული არის არის ნამდვილი ბოდიჩიტა, ხო, ეს ხშირად სიყვარულს ეძახიან ხოლმე რელატიურ ბოდიჩიტას და სიცარიელეს შუნიატას ეძახიან აბსოლუტურ ბოდიჩიტას, ამიტომ რეალურად ეს არის ბოდიჩიტას ორი მხარე და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ტრენინგი, მისი წვრთნა, გონების ამგვარი წვრთნა.